თბილისის 163 საჯარო სკოლაში დღეს ღონისძიება გაიმართა. შემოქმედებითი საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ილია მეორის ცხოვრების გზა ამ სახელწოდების ღონისძიებაში თბილისის 163 სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის ანსამბლ ფანდური საქართველოს აღსაზრდელები. სკოლის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე საგალობლები და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა თბილისის 163 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა დეკანოზმა თომა ცეცხლაძემ. სასულიერო პირმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლსა და სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საღამოს ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები. დღევანდელი ღონისძიება ღირებულებითი განათლების კლუბის ორგანიზებით გაიმართა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, დღევანდელმა დღემ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ბევრი ემოცია მივიღეთ. გავიხსენეთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე და ვთხოვეთ ჩვენს უწმინდესობას, რომ მისი კურთხევით ჩვენიერი, ბედნიერი და გახარებული ყოფილიყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მისი უწმინდესობის მთელი ცხოვრების ბავშვობიდან გარდაცვალებამდე ეტაპები და შესაბამისად თითოეულ ეტაპზე კონკრეტული ისტორია გავიხსენეთ და ამონარიდები მოამზადეს ბავშვებმა მისი ცხოვრებიდან. მადლობა უფალს ღირებულებითი განათლების კლუბის ფარგლებში ჩვენმა სკოლამ საკმაოდ დიდი შრომა გასწია 2025-2026 სასწავლო წელს. რამოდენიმე ღონისძიება შესრულდა. დღეს დასკვნითი ღონისძიების სახით უწმინდესის განვლილი გზის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა. ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ხშირად ამბობდა: "ჰოი შენამ წუხარებავ, რადგან ხარ დასაბამისი ხარულისაო." და ეს დღევანდელ რეალობაშიც ასია ჩემო ძვირფასებო. უწმინდესი გარდაიცვალა და საკათალიკოსო ტახტზე დაბრძანდა ჩვენი ახალი პატრიარქი, უწმინდესი შიო მესამე, რომლის კურთხევითაც ჩვენი ღირებულებითი განათლების კლუბი განაგრძობს საქმიანობას. მომდევნო წელს გეგმავთ კიდევ უფრო ბევრი ღონისძიება, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ამბავი და კიდევ უფრო მეტი სიყვარული და სითბო გავავრცელოთ ჩვენ სკოლაში და იმ საზოგადოებაში, რომელთანაც შეხება გვაქვს. პირდაპირ უნდა ვთქვა ერთი რამ. მის დროზე, როდესაც უწმინდესი შიო მესამე პატრიარქის მოსაყდრე იყო, ღირებულებათა განათლების კლუბების პროექტი მისი პირადი მხარდაჭერით და პატრონაჟით განხორციელდა. და მე მადლობა მინდა უთხრა უწმინდეს შიო მესამეს, რომ ამხელა შრომა, ამხელა ენერგია ჩადო ამ პროექტის განხორციელებაში და დღეს აი ამ ჩადებული შრომის ნაყოფს ვიმკით ყველანი და მადლობა მის უწმინდესობას შიო მესამეს იმ კურთხევებისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, იმ გაწეული ღვაწლისათვის, რომლის ნაყოფებსაც უკვე ვიმკით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც კიდევ უფრო მეტი პოზიტივით, კიდევ უფრო მეტი სითბოთი და კიდევ უფრო მეტი მადლიანი პროექტებით გავამდიდრებთ ჩვენს 163 სკოლას და იმ უბანს, რომელსაც ვაზის უბანს ვეძახით, რადგანაც ეს სკოლა ამ უბანშია განთავსებული. მადლობა ყველას, ვინც ღირებულებითი განათლების კლუბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მასწავლებელთა სახლს და თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ჩვენ ამ პროექტში გვერდში გვედგა და მხარს გვიჭერდა. დღევანდელ სამყაროში როდესაც ახალგაზრდებს ხშირად უჭირთ სწორი გზის პოვნა, აი ეს კლუბი არის ერთგვარი სინათლის კერა, სადაც ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები სწავლობენ ყველაფერს იმას, რაც ჭეშმარიტად ფასძენს ადამიანს. ეს არის სიკეთე, სიყვარული, რწმენა, სამშობლოს ერთგულება. აი ამ კლუბის ფარგლებში ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მოძღვარს, ჩვენს პატრიარქს და ჩვენმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ მისი რწმენა, მისი მამობრივი მზრუნველობა, მისი სიყვარული მრავალი თაობისთვის გახდა სულიერი სიმტკიცის წყარო.
ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან ბევრს ფიქრობდით, მუშაობდით და გვინდოდა რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც მას შეესაბამებოდა. მოცემულ ღონისძიებაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ღირებულებათა კლუბის მოსწავლეები ცდილობდნენ რომ მთელი სული და გული ჩაედოთ და ვფიქრობ რომ ჩვენ შევძელით რომ ამ ღონისძიებით უწმინდესი და უნეტარესისთვის შესაბამისი პატივი მიგვეგო და ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ის იყო რომ მისი ღვაწლი გაგვეხსენებინა ჩვენი სულიერი მამის და გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული მის მიმართ. ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სახლში და სკოლაში ყველა ვცდილობდით რომ ბევრჯერ გვერეპეტიცია და ეს დღე ყოფილიყო მნიშვნელოვანი. ყველა ძალიან მონდომებულები ვიყავით. 1-2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და ტექსტს ვიმახსოვრებდით და ვიზეპირებდით. ღირებულებითი განათლების კლუბი არის ადგილი, სადაც ვიღებთ ცოდნას, რომელიც შემდგომ ეხმარება რეალურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მოძრაობა დავითიანმა 2025-2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული პროგრამებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების წლიური ანგარიში იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს. ტექ კლაბმა წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაზე სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლი წარმოადგინა. გარდა ამისა, მოძრაობა დავითიანის წევრებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროექტის წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ პროექტ წიგნიერი ლიდერის გამარჯვებულები. მათ ტაო-კლარჯეთის საგზურები გადაეცათ. გამარჯვება მოიპოვეს თბილისის 115 და 59 საჯარო სკოლებმა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ერისათვის, რადგანაც აქ ახალგაზრდების საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანის 2025-2026 სასწავლო წლის და სამუშაო წლის შემაჯამებელი ღონისძიება იმართება. მე ჩემის მხრივ მოგახსენებთ იმას, რომ წარმოდგენილი გვაქვს დავითიანის ტექ-კლუბის ბაზაზე აწყობილი AI გამოფენა, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება, ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ვიდეო მიმართვა დავით აღმაშენებლისა, AI-ით გენერირებულია ბუნებრივია ეს ვიდეო მიმართვა და ამ ვიდეო მიმართვას ძალიან ბევრი ემოცია მოყვა საზოგადოებაში. ძალიან დიდი სითბოთი და ძალიან დიდი სიყვარულით აღნიშნეს ადამიანებმა, რომ ამ ემოციების გაცოცხლება მათში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ასევე წარმოდგენილი გვაქვს AI ასისტენტი, რომელიც დავითიანის ტექ-კლუბის ბაზაზე აშენდა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავითიანის ტექ-კლუბის ასისტენტი მრავალ სფეროს შეეხება. დღეს კონკრეტული მოცემულობით ჩვენ საგამოფენო სტენდზე გვაქვს პირდაპირ მოწყობილობა აგებული, სადაც ადამიანებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარონ ამ ასისტენტთან და დაუსვან ნებისმიერი კითხვა აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით. ხმოვანად, გნებავთ წერილობითად და ეს მოწყობილობა ასისტენტზე დაფუძნებული აუცილებლად გასცემს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პასუხს, რომელიც გამყარებული იქნება სამეცნიერო შრომებით და რომელიც გამყარებული იქნება რეალური ისტორიული ფაქტებით. ეს ასისტენტი, რომელიც დღეს ჩვენ აქ წარმოვადგინეთ, არ არის სრულყოფილი, მიმდინარეობს მისი განვითარება და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ამ ასისტენტის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს, თითქმის ნებისმიერ ენაზე ექნება იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეისწავლოს და კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით თუ საჭირო გახდა სამეცნიერო ნაშრომიც კი დაამზადოს. ჩვენი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ბატონ დავით ფაცაციას და მთელს სამინისტროს ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს. მათი მხარდაჭერა რომ არა ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა აი ამ პროდუქტის შექმნა, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს ღონისძიებაზე. დავითიანმა ჩაატარა წლის შემაჯამებელი ღონისძიება
ძალიან ლამაზი საღამო იყო, კარგად წარმოაჩინეს ის პროექტები, ის აქტივობები, რაც მათ განახორციელეს მთელი წლის განმავლობაში და ეს არ იყო მხოლოდ ამ წლის დახურვის ღონისძიება, არამედ ეს იყო ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი პრეზენტაცია მომავალი თაობებისთვის, რადგანაც ჩემი დიდი სურვილი არის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროექტში, რადგანაც არის ძალიან საჭირო პროექტი თითოეული ჩვენი ახალგაზრდისთვის. აქ გარდა განათლებისა ისინი ისწავლიან ურთიერთობას, მეგობრობას და იმ ძვირფას ღირებულებებს, რომლებიც არის ჩვენი ცხოვრების თამდევი და დავითიანის ორგანიზაცია ძალიან კარგად ახორციელებს ამ პროექტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ კოტეს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის, რადგანაც ეს სიყვარული უნდა დავანახოთ ჩვენ სწორად, რაც გაგვაჩნია ეკლესიას მათ მიმართ და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გვაქვს ღირებულებითი განათლება, რომელიც ხორციელდება საჯარო სკოლებში და ფაქტიურად იდენტური არის ეს, რადგანაც ესენიც დავითიანის ორგანიზაციას ასევე ხაზს უსვამს იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებიც არის ჩვენი ცხოვრების თამდევი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო კურსდამთავრებულებს და ვუსურვო ულევი წარმატება ცხოვრებაში. დავითიანმა შეაჯამა თავის საქმიანობის ერთი წელი ახალგაზრდული პროგრამების ჭრილში. მოგეხსენებათ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა დავითიანი და მისი უწმინდესობის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას არა მარტო ახალგაზრდების წრეში, არამედ აკადემიურ წრეშიც და მომავალი წლიდან საკმაოდ მასშტაბურად ვფიქრობთ გავშალოთ ის მიმართულებები, რაც აქამდე უკვე დავითიანში დააგროვდა როგორც გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარებას დღევანდელი ახალგაზრდობაც ითხოვს და საჭიროებაც არის ამ ყველაფრის, რომ ჩვენ მოვახდინოთ სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა იმ პროგრამების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ათეული წლებია დავითიანში სხვადასხვა გზით მიმდინარეობს და მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს უწმინდეს ამ ყველაფრისთვის და უსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ბევრი მსგავსი ღონისძიებები და საშუალებები იყოს იმისა, რომ ახალგაზრდებმა გამოძებნონ ისეთი კერები, როგორიც დავითიანია და მოახდინონ თავიანთი ცოდნის და ენერგიის სწორად მიმართვა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ჩვენი ფასეულობების დაცვისათვის და ეროვნული და სულიერ პატრიოტული გარემოს შექმნისთვის. ახალგაზრდებში რაც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ჭირს და ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც დავითიანს უჭერს ხარჯს და მადლობა ჩემს ძვირფას გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენი პროექტების კეთილ და წარმოჩენაში. პირველ რიგში მინდა მიულოცო ახალგაზრდებს წარმატებული პროექტის განხორციელებას და შეჯამებას. ეს არის 25-26 წლების დავითიანის საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებების შეჯამება. ჩემთვის როგორც აფხაზეთის დევნთა მინისტრისთვის საოცარი სანახაობა იყო, მათ შორის ახალგაზრდების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან ტევადია და ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ახალგაზრდებმა შექმნეს, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ძალიან ნაყოფიერი ნაბიჯი, პირველადი საძირკველი იმისათვის, რომ მომავალში უფრო მეტი ცოდნა და მეტი გონიერება, მეტი აქტიურობა მიეცე და შესაძლებლობა ჩვენ ახალგაზრდებს უფრო მეტი ცოდნა მიიღონ და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა ძალიან საინტერესოა და შეიძლება ითქვას ნოვაცია, პირველია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის რეალობაში და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ასეთ ტიპის ინიციატივებს, განსაკუთრებით, როცა საპატრიარქოს ახალგაზრდებზეა საუბარი, როცა დავითიანის ახალგაზრდებზეა საუბარი, ეს არის ის ისტორიული ენერგია, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მომავალ საქართველოს გასაბწყინებლად. დღეს იყო საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის წიგნიერი ლიდერის დახურვის ღონისძიება ბოლოს არის. ამით ჩვენ ერთი წლის ჩვენი საქმიანობას შევაჯამეთ და საბოლოოდ დავასრულეთ ჩვენი მოღვაწეობა დავითიანში. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ამავდროულად სამწუხაროდ, იმიტომ რომ გვიწევს ამ ორგანიზაციის დატოვება, იმიტომ რომ ჩვენ დავითიანისგან მივიღეთ ძალიან დიდი ცოდნა, სიყვარული, რწმენა, საკუთარი თავის, ღმერთის და ერთმანეთსაც.
ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ, ძალიან მიხარია რომ დავითიანის წევრი ვიყავი და იმედი მაქვს რომ კიდევ გავაგრძელებთ მათთან კავშირს. დავითიანის ტექ-ლაბმა გადაამზადა ბავშვები, რომელსაც ასწავლიდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კონტენტის გენერაციას, მათ შექმნეს ფოტო, ვიდეო კონტენტი, როგორც რელიგიური, ისე ისტორიული, გააცოცხლეს ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენა. დღეს მაგალითად ჩვენ გავაცოცხლეთ დავით აღმაშენებელი, ასევე აფხაზეთის გამოფენაც ჰქონდა და აქაც იყო წარმოდგენილი იმ გამოფენის ნამუშევრები. მნიშვნელოვანი ასპექტი და სამომავლო ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტს გავაკეთებთ აუცილებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. მოძრაობა დღემდე არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა ქარელის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. სამუშაოები მაგისტრალური არხის დაახლოებით 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიდლა თამაზაშვილი და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. საქართველოს მელიორაციის მიერ გარემონტდა თითქმის 11 კილომეტრამდე სკრაქარელის მაგისტრალური არხი. ამ ეტაპისათვის არხის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და შესული ექსპლუატაციაში. აღნიშნული განახლებული ინფრასტრუქტურა 1-2 წაადგება მიმდინარე წლის საირიგაციო სეზონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ მელიორაციის კომპანიის რეფორმების ფარგლებში და ბუნებრივია მოსახლეობის თხოვნით, მოსახლეობთან ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება სხვადასხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. წყალი მიეწოდება აქედან როგორც ქარილს, ისე სკრას და გორის რაიონებსაც. აქ რო ესეთი კარგად არხი მოწესრიგებული ეს უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი მივიდეს სათანადო დონემდე. ყველა სოფლამდე და ყველა მოსახლემდე. ასევე აქ გაკეთებულია ჯებირები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი უბნის უსაფრთხოებას.